მოდი ვნახოთ რას წარმოადგენენ წილადები. წილადები. ეს არის წ, არ არის ასე რომ ნილადები არა, წილადები. მაგალითად, თქვათ გვაქვს პიცა. ვცდები რომ პიცის ფორმა მივცე ამას. თქვათ გვაქვს პიცა და თქვათ ავდექი და ეს პიცა დავყავი 4 ტოლ ნაწილად. ესე იგი, დავყავით 4 ტოლ ნაწილად. ეს არის მეტნაკლებად ტოლი. თქვათ 3 ნაწილზე ამ 4 ნაწილიდან, ანუ 4 ტოლ ნაწილად ხომ დავყავით. ამათგან 3-ზე გვაქვს მხოლოდ ყველი. უცნაური პიცა. ხოლო მე-4-ზე გვაქვს ყველი. და თქვათ მაგასთან ერთად გვაქვს კიდევ ზეთისხილი. თქვათ ზედ არის კიდევ ზეთისხილი. ეხლა მაინტერესებს მთელი პიცის რა ნაწილზე არის ზეთისხილი. ზეთისხილი და ყველი. ცლიანი პიცა რამდენი ნაწილისგან შედგება? შედგება 4 ნაწილისგან. ესე იგი 1 2 3 და 4. 4 ნაწილისგან. და ამ 4-დან 1-ზე, მხოლოდ 1-ზე არის ყველიც და ზეთისხილიც. ესე იგი მთელი პიცის, ესე იგი 1/4 პიცა, ყველი და ზეთისხილი. ანუ 1/4 პიცა არის ისეთი, რომ ყველიც აქვს და ზეთისხილიც. ახლა მოდი ვთქვათ მაინტერესებს მარტო ყველი რამდენს აქვს. ისევ სულ გვაქვს 4 ნაწილი, 4 ნაჭერი არის პიცის. ესე იგი 4 ნაწილისგან შედგება ეს პიცა. 4 და ამათგან 1 2 და 3. 3 არის ისეთი, რომელზეც არის მარტო ყველი. მე-4-ს ყველიც აქვს და ზეთისხილიც. ამიტომ პიცის 3/4 პიცა. პიცის 3/4, ანუ 3/4 პიცა არის ისეთი, რომ აქვს მხოლოდ ყველი. მხოლოდ ყველი. მოდი კიდევ რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ, რომ ცოტა იდეა უკეთ წარმოგიჩინოთ. თქვათ ეს არის რაღაცა ატამი, ეს არის ჩემი ატამი. კიდევ მაქვს თქვათ ბანანი, ცოტა არა ბანანური ბანანია. არა უშავს. ეს არის ჩემი ბანანი, თქვათ. შემდეგ თქვათ კიდევ გვაქვს, არ ვიცი, იყოს მოდი ლიმონი. თქვათ გვაქვს ლიმონი. ეს არის ლიმონი. კიდევ გვაქვს ვაშლი. მწვანე ვაშლი გქონდეს მოდი. ეს იყოს ჩვენი მწვანე ვაშლი. ვაშლს არ გავს თითქოს, მაგრამ არა უშავს. რატო წვალობ არ ვიცი. ჩავთვალოთ რომ ვაშლია. ან რავი რა მეხილი. და კიდევ გვაქვს მოდი თქვათ ყურძენი. თქვათ ყურძენი გვაქვს. ეს. კარგი. ახლა დავსვათ კითხვა. რა ნაწილი, ანუ აი ხილი მაქვს შეძლების დაგვარად დახატული და ამ ხილიდან რამდენი, ანუ რა ნაწილი არის ყვითელი. თქვათ. გადავთვლი 1 2 3 4 და 5. 5 არის სულ. 5 ხილი, ანუ 5 სხვადასხვა ნაჭერი ხილის თუ 5 ცალი ხილის წარმომადგენელი ყავს ასე ვთქვათ. 5, ესე იგი 1 2 3 4 და 5, 5 ცალი. და ამათგან რამდენია ყვითელი? 1 და 2. ესე იგი 2/5 ამ ხილის 2/5 არის ყვითელი. ესე იგი ეს წილადი პრაქტიკულად გვეუბნება იმას, ანუ 2 ხილი, აი 2/5 მთელი ხილის, ანუ ხილი რომ იყოს 1 მთელი რაღაც რაოდენობა, ამისი 2/5 1 და 2 არის ყვითელი. მოდი კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ. თქვათ გვაქვს რაღაც შოკოლადის რაღაცა. არ ვიცი, რაღაც შოკოლადია. და თქვათ დაყოფილი არის 5 თანაბარ ნაწილად. შეძლების დაგვარად თანაბარი 1 2 3 4 5. ჩავთვალოთ რომ ეს ნაწილები თანაბარი არის, ანუ დაყოფილია თანაბარ ნაწილად. და თქვათ მე მშია და შევჭამე აი ეს ნაწილი 1 და ესეც. ესე იგი 2 ნაწილი შევჭამე ამ 5-დან. მაშინ რა ნაწილი შემიჭამია ამ მთელი შოკოლადის? სულ რამდენი ნაწილი აქვს ამ შოკოლადს? 1 2 3 4 და 5, ხო? ოღონ 5 ტოლი ნაწილი არ უნდა დაგვავიწყდეს. ტოლად არის დაყოფილი. ესე იგი 5 ნაწილი აქვს და ამათგან მე შევჭამე 2. 2 ნაწილი. ანუ შემიჭამია შოკოლადის, ესე იგი შემიჭამია ამ შოკოლადის 2/5, ანუ მთლიანად არის ერთობლიობაში რაღაცა 1 მთელი, 1 მთლიანობა და ამ 1 მთლიანობის 2/5 მე შევჭამე. ანუ 5 თანაბარი ნაწილიდან 2 ნაწილი შევჭამე. ეს არის შემიჭამია 2/5.